მოგესალმებით მეგობრებო, ლიმინალურ სივრცეში, მე მარიამი ვარ. მე ანა. მე ნია. და დღევანდელი ჩვენი სტუმარია თესეუს ფსიქოლოგიის დოქტორანტი, ფსიქოლოგი ბატონი ფირუზ ბოლქვაძე. მოგესალმებით. ბატონო ფირუზ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. ჩვენი დღევანდელი თემა წარმოადგენს განწყობასა და იდენტობას. სანამ უშუალოდ თემის სიღრმისეულ განხილვაზე გადავიდოდეთ, ბატონო ფირუზ, მაყურებლისთვის უფრო ახმადი რო იყოს, მოდი გავმიჯნოთ, რას ნიშნავს განწყობა და იდენტობა და როგორ არის ეს ორი ერთმანეთთან ურთიერთკავშირში. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა განწყობის ფსიქოლოგიით დაინტერესებისთვის. ეს არის უდაოდ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ძლიერი თეორია. არა მხოლოდ ქართულ ფსიქოლოგიურ სკოლაში, არამედ ზოგადად მსოფლიო ფსიქოლოგიურ სკოლაში. მნიშვნელოვანი თეორია თუნდაც იმიტომ, რომ ის გვაძლევს, ესე ვთქვათ, ძალიან საინტერესო მითითებებს იმასთან დაკავშირებით, როგორ შეიძლება ახსნათ ადამიანების კონკრეტული ქცევა კონკრეტულ სიტუაციებში და ეს არის თეორია, რომელიც ძალიან ფართოდ ფარავს ქცევის ფსიქოლოგიას. ეს არის ქცევის ფსიქოლოგიის თეორია და თუ მას კარგად ჩაუღრმავდებით, პრაქტიკულად მან შეიძლება მზა რეცეპტები მოგცეს კონკრეტულ სიტუაციებში ადამიანების კონკრეტული ქცევების ასახსნელად, განსასაზღვრელად და თუნდაც იმისათვის, რომ გარკვეული პროგნოზები გავაკეთოთ ადამიანის ქცევასთან დაკავშირებით. იმიტომ რომ აქედანვე ვიტყვი ადამიანების ქცევას ხშირ შემთხვევაში განსაზღვრავს განწყობები, რომლებიც ყალიბდება მათში სხვადასხვა გამოცდილებების მიღების შედეგად. ეხლა რაც შეეხება განწყობასა და გუნება განწყობილებას შორის ეს ძალიან აქტუალური საკითხია, როდესაც განწყობის ფსიქოლოგიაზე ვსაუბრობთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრს უჭირს განასხვაოს ეს ორი რამ ერთმანეთისგან, განსაკუთრებით არა ფსიქოლოგებს უჭირთ, თუმცა ფსიქოლოგიის სტუდენტებსაც უჭირთ ხშირად და ჩვენ ვცდილობთ, რომ მათ სწორი წარმოდგენა შევქმნათ ამ ორი, ესე ვთქვათ, მოცემულობის დეფინიციის პროცესში. და რით განსხვავდება განწყობა და გუნება განწყობილება ერთმანეთისგან? განწყობა ეს არის ადამიანის პიროვნების ყოვლის მომცველი ფსიქოემოციური და ფსიქოფიზიკური, ფსიქოფიზიოლოგიურ დონემდე შეიძლება ასე ითქვას მზაობა კონკრეტულ სიტუაციაში მან განახორციელოს კონკრეტული ქმედებები, რომლებიც წარსულში განწყობების სახით იყო მასში ჩამოყალიბებული იგივე სიტუაციაში განხორციელებული აქტივობის გამოცდილებიდან გამომდინარე. რაც შეეხება გუნება განწყობილებას, ეს არის შეიძლება ითქვას უფრო ხანმოკლე ფსიქოემოციური მდგომარეობა, უფრო ლოკალური პროცესი და ნაკლებად სიღრმისეული პროცესი და ხასიათდება ხშირი ცვალებადობით, მაგრამ ყველაზე საინტერესო არის მათ შორის მიმართება. განწყობა თლიან პიროვნული ხასიათის არის, ძალიან ღრმა და მნიშვნელოვანი პროცესია ადამიანის აქტივობის დროს მიმდინარე, რაც შეეხება გუნება განწყობილებას. ეს არის მდგომარეობა, რომელიც განისაზღვრება სწორედ განწყობით. ანუ ამ შემთხვევაში იმისთვის მინდა ხაზგასმა, რომ გუნება განწყობილება შეიძლება განსაზღვროს განწყობამ, მაგრამ ხო, გუნება განწყობილება განწყობას ვერ განსაზღვრავს. ანუ განწყობამ შესაძლოა განსაზღვროს გუნება განწყობილება, მაგრამ გუნება განწყობილება განწყობას ვერავითარ შემთხვევაში ვერ განსაზღვრავს, იმიტომ რომ ჩვენი გუნება განწყობილებები ხშირად დამოკიდებულია სწორედ განწყობებზე და აი აქ ჩანს ძალიან კარგად განწყობის ყოვლის მომცველი ხასიათი, იმიტომ რომ ის არა მხოლოდ ესე ვთქვათ გავლენას ახდენს ადამიანის ქცევაზე, არამედ ზოგად ფსიქოემოციურ მდგომარეობაზეც ხშირ შემთხვევაში. ეხლა რაც შეეხება იდენტობასთან მიმართებას, ჩვენ ვიცით, რომ პიროვნებას ზრდაგანვითარების პროცესში ყალიბდება როგორც ერთიანი კონსტრუქტი, ფსიქიკური კონსტრუქტი, შეიძლება ასე ითქვას და ამ საკითხში მნიშვნელოვანია გამოცდილება, ის გამოცდილება, რომელსაც ადამიანი ღებულობს ზრდაგანვითარების პროცესში. და თუ ვიკითხავთ, რას წარმოადგენს გამოცდილება, გამოცდილება არის ის, რაც ადამიანებში აყალიბებს განწყობებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.
თუ საუბრობთ ჩვენ იდენტობაზე, ბუნებრივია ადამიანები და მათი იდენტობა ყალიბდება გარკვეულ გარემო სიტუაციაში, გარკვეული გამოცდილებების მიღების შედეგად, ხო? მაგრამ ეს იდენტობა ეფუძნება რას? ეფუძნება სწორედ განწყობებს, იმიტომ რომ პიროვნების იდენტობის შემადგენელი ნაწილი პრაქტიკულად ყველა ასპექტში, ფსიქიკური აქტივობის ყველა ასპექტში ეფუძნება სწორედ განწყობას, არის განწყობებით განსაზღვრული. ესეთ კითხვას დავსვა. ჩვენ ვიცით, რომ რეალურად განწყობა ფიქსირდება ბავშვობის ასაკში. ბავშვი გადის ზრდა-განვითარების პროცესს, როგორც თქვენ ახსენეთ, პუბერტატის პერიოდი, თუნდაც დასრულობის პერიოდი და ამ განვითარების პროცესში ის იძენს ახალ განწყობებს. შესაძლებელია თუ არა, რომ ეს ამ ახალმა განწყობებმა ფორმირება გაუკეთოს იმ ფიქსირებულ განწყობებს. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ მაინც ბავშვობის ასაკი 1-დან 3 წლამდე მაინც მოწყვლადი პერიოდია და ყველაზე კრიტიკული და სენსიტიური პერიოდია და სწორედ ამ დროს ფორმირდება ეს ფიქსირებული განწყობა. შეიძლება ამ ახალი გამოცდილებების და განწყობების საფუძველზე ჩვენ გარდავქმნათ ეს ფიქსირებული, უკვე კონსტრუქტირებული სისტემური განწყობა. კი, აბსოლუტურად შესაძლებელია, მაგრამ მთავარია მივყვეთ თანმიმდევრულად პროცესებს, ხო? ზრდა-განვითარების პროცესში აუცილებლად უნდა გამოვყოთ პერიოდები, როდესაც ხდება განწყობის ჩამოყალიბება და შემდეგ ამ განწყობების გამოვლენა კონკრეტულ სიტუაციაში, ანუ განწყობების მუშაობის შემჩნევა და შეფასება, ხო? ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ადამიანში შეიძლება არსებობდეს პირველადი განწყობები და ასევე შესაძლებელია არსებობდეს ეგრეთ წოდებული შემდგომში შეძენილი განწყობები, ხო? ზრდა-განვითარების უფრო მაღალ საფეხურებზე შეძენილი განწყობები. ძალიან მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ პირველადი განწყობები არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და მტკიცედ ფიქსირებული განწყობები და ამ განწყობების ფორმირება ხდება დაბალ ასაკობრივ პერიოდში, ანუ განვითარების პირველ წლებში შეიძლება ასე ითქვას. ვიცით, რომ ბავშვები ძალიან სენზიტიურები არიან გარემოს მიმართ, ძალიან აქტიურად შეიმეცნებენ სამყაროს. და ბუნებრივია ამ შემეცნების პროცესში, ამ აქტივობების პროცესში, რომლებსაც ისინი ახორციელებენ, ისინი ღებულობენ სხვადასხვა ტიპის გამოცდილებას, ხო? შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ ისინი იმ ყველაფრის მიმართ ძალიან მგრძნობიარეები არიან, რაც მათ გარშემო ხდება, რაც მათ უშუალოდ ეხებათ, ეს განაპირობებს იმას, რომ მათში ხდება პირველადი მტკიცედ ფორმირებული ძლიერი განწყობების ჩამოყალიბება. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს პირველადი განწყობები ზრდა-განვითარების შემდგომ საფეხურებზე არ შეიძლება შეიცვალოს, ხო? მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ეს განწყობები იმდენად მტკიცედ და ძლიერად არის ფიქსირებული ადამიანებში, ინდივიდებში, რომ მათი შეცვლა პრაქტიკულად შეუძლებელია, ხო? აი სტერეოტიპული განწყობები, მაგალითად, ძალიან რთულად იცვლება, ხო? რა არის სტერეოტიპული განწყობები? ეს არის ერთგვარი ჩაგონებები გარშემოყოფების მხრიდან ბავშვის ცნობიერებაში, ბავშვზე მიმართული ჩაგონებები, რომ რაღაც საშიშია, რაღაც მიუღებელია, რაღაცა არ უნდა გაეკაროს, ვიღაცასთან არ უნდა იმეგობროს, ვიღაცებისგან საფრთხე მოდის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? შესაბამისად ვღებულობთ იმას, რომ ბავშვს უყალიბდება შესაბამისი მტკიცედ ფორმირებული პირველადი განწყობები, რაც განსაზღვრავს მის სტერეოტიპულ ქცევას შემდგომში და ეს სტერეოტიპული ქცევები იმდენად მყარად ფიქსირდება, რომ შემდგომში ძალიან უჭირს ადამიანს ამ დამოკიდებულებების შეცვლა, იმიტომ რომ ეს განწყობები განსაზღვრავს მის შესაბამის დამოკიდებულებებს, ხო? და თუ ამ ყველაფერს მაგალითად თერაპიულ კონტექსტში შევხედავთ და თერაპიულ ჭრილში შევხედავთ, აი პარალელი რომ გავავლოთ მაგალითად ფსიქოანალიზთან, ხო? ჩვენ ვიცით როგორ მიმდინარეობს ფსიქოანალიზში განკურნების ადამიანის გაჯანსაღების პროცესი, ხო? რა ხდება? ხდება ის, რომ ადამიანი თერაპევტის დახმარებით მიდის თავის ტრამვულ გამოცდილებამდე. თავიდან განიცდის ამ ტრამვულ გამოცდილებას და შემდეგ იწყება მისი გაჯანსაღების, განკურნების პროცესი, შეიძლება ასე ითქვას, ხო? იგივენაირად შეიძლება მივუდგეთ განწყობის თეორიით ამ პროცესს, ოღონდ განსხვავებული შეფასებებით და ტერმინოლოგიით, ხო? ტრამვული გამოცდილება ჩვენ უნდა მოვიაზროთ ერთგვარად მტკიცედ ფიქსირებულ განწყობებად, რომელიც მძიმე გამოცდილების შედეგად აისახა
ჩვენ ცნობიერებაში და დაილექა არაცნობიერში და გაჯანსაღების პროცესი, ანუ თერაპიის პროცესი ჩვენ შეგვიძლია ამ შემთხვევაში ჩავთვალოთ განწყობების, ფიქსირებული განწყობების შეცვლის პროცესად და ახალი განწყობების ჩამოყალიბების პროცესად. დავაკვირდეთ რა ძალიან საინტერესო პროცესია, რა ხდება ფსიქოანალიზის დროს, ადამიანი უბრუნდება იმ სიტუაციას, რომელშიც ესე ვთქვათ, მან მიიღო ტრამვული გამოცდილება და ეს ტრამვული გამოცდილება დაილექა მის არაცნობიერში, ხო, შემდგომ პერიოდში და ამის შესახებ, მისი არსებობის შესახებ მან არ იცის, ხო? იგივენაირად ხდება განწყობების ფორმირება. განწყობების ფორმირება და განსაკუთრებით პირველადი განწყობების ფორმირება ხდება კონკრეტულ სიტუაციაში პირველი გამოცდილებების მიღების შედეგად. და შემდგომ სიტუაციაში თუ ეს იქნება ტრამვული გამოცდილება, ხო? შემდგომ სიტუაციაში თუ ჩვენ მოვახერხებთ, რომ ახალი გამოცდილება მიიღოს ადამიანმა, მაშინ დაიწყება განწყობების შეცვლის პროცესი. ანუ რეალურად ფსიქოანალიზის ესე ვთქვათ კულმინაცია, ანუ გაჯანსაღების პროცესის დაწყება გულისხმობს ზუსტად იმას, რომ ადამიანი ამ შემთხვევაში თავის ძველ განწყობებს ცვლის ახალი განწყობებით და როგორ იცვლება განწყობები, იგივე სიტუაციაში დაბრუნებით ახალი გამოცდილების მიღების შედეგად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ თავად განწყობების ფორმირების პროცესი როგორ მიმდინარეობს, ხო, ადამიანი არის ცოცხალი არსება, მას გააჩნია მოთხოვნილებები, მოთხოვნილება განაპირობებს ადამიანის აქტივობისთვის აღძვრას, აქტივობა განაპირობებს ისეთი ქმედებების განხორციელებას, რომელიც გვაძლევს გამოცდილებას და გამოცდილება უკვე აყალიბებს განწყობას. შესაბამისად, ამაზე არის ცალსახა პასუხი, რომ განწყობების შეცვლა შესაძლებელია თერაპიული გზით მაგალითად, მაგრამ გააჩნია განწყობებს, რამდენად ღრმად და მტკიცედ არის ფიქსირებული. და გააჩნია ადამიანის მზაობას ასევე განწყობისეულად, რომ მისი ძველი არასასურველი განწყობები შეიცვალოს ახალი განწყობები. თუმცა, თუ ეს ადამიანი მოხვდება განსხვავებულ სიტუაციაში, იგივე სიტუაციაში ოღონდ მიიღებს განსხვავებულ გამოცდილებას, დიდი ალბათობით ეს იქნება პროცესი ძველი განწყობების რღვევისა და ბუნებრივია ეს ხელს შეუწყობს ახალი განწყობების ჩამოყალიბებას. მე მეინტერესებს, შეიძლება რომ ეს გაუცნობიერებლად მოხდეს, ანუ ხო არის ადამიანების კატეგორია, რომლებიც აი რაღაც ამ ტრამულ გამოცდილებებს შესაძლოა რაღაც ახალი გამოცდილებით ჩაანაცვლონ, თუმცა გაუაზრებლად მოხდეს ეს ყველაფერი, ანუ ესეთ რაღაცა შესაძლებელია? ძალიან საინტერესო კითხვა, იმიტომ რომ თქვენ ახლა საშუალებას მაძლევთ განწყობა ცნობიერის და არაცნობიერის ასპექტში განვიხილო, ხო? ეს ძალიან საინტერესო საკითხია იმის გათვალისწინებით, რომ ასევე შეიძლება გავავლოთ პარალელები ფროიდის ფსიქოანალიზთან, ხო? არაცნობიერის ფსიქოლოგიასთან და რა არის საერთო და განმასხვავებელი, ძირითადი განმასხვავებელი მათ შორის. რას გვეუბნება ფროიდის ფსიქოანალიზი და არაცნობიერის ფსიქოლოგია, ხო? ის გვეუბნება იმას, რომ ტრამვული გამოცდილებები, რომელსაც შეიძლება დავარქვათ განწყობები განწყობის თეორიაში, არის დალექილი არაცნობიერში. მათი არსებობის შესახებ ადამიანებმა არ იციან, მაგრამ ის ტრამვული გამოცდილება ადამიანის ცხოვრებაზე და ქცევაზე ახდენს მნიშვნელოვან გავლენას. ზუსტად იგივე ეფექტი აქვთ განწყობებსაც, ანუ განწყობები შეიძლება ჩამოყალიბდნენ ადამიანში არაცნობიერ დონეზე, მაგალითად, თუნდაც დაილექონ მის ცნობიერების სიღრმეებში, ასევე არაცნობიერში, მაგრამ ადამიანის ქცევაზე მოახდინონ გავლენა კონკრეტულ სიტუაციაში, გამომჟღავნდნენ. მაგრამ შეიძლება ამის შესახებ ადამიანმა არ იცოდეს, ხო, მისი არსებობის შესახებ. არაცნობიერის ფსიქოლოგია ცალსახად უშვებს იმას, რომ ადამიანებმა ამ ტრამვული გამოცდილების შესახებ, რომელიც მათ ქცევაზე კონკრეტულ სიტუაციაში ახდენს გავლენას, აქვს ზემოქმედების ეფექტი. მაგრამ რით განსხვავდება განწყობის თეორია?
განწყობის თეორიას თუ ჩაუღრმავდებით, ორი მნიშვნელოვანი საკითხია გამოყოფილი. ერთი განწყობის ჩამოყალიბების პროცესი და მეორე განწყობის გამომჟღავნების, ანუ გამოვლენის, ანუ მუშაობის პროცესი, ხო? ექსპერიმენტულად დადასტურებულია უზნაძის მიერ, რომ განწყობის ჩამოყალიბება ხდება როგორც ცნობიერ, ასევე არაცნობიერ დონეზე, რაც პრინციპში შემოწმდა განწყობის ექსპერიმენტების ჩატარების შედეგად ჰიპნოზის მდგომარეობაში, ხო? ჩვენ ვიცით ცნობილი ფაქტი, როდესაც ჰიპნოზის მდგომარეობაში მყოფ ადამიანებზე ჩატარდა საგანწყობო ექსპერიმენტები და დადასტურდა განწყობის ჩამოყალიბება. ანუ იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ფსიქოანალიზზე და არაცნობიერის ფსიქოლოგიაზე, ფროიდი გვეუბნება, რომ ეს ყველაფერი უფრო მეტად დაკავშირებულია არაცნობიერთან, მაგრამ რა არის საინტერესო განწყობის თეორიაში? განწყობის თეორიაში საინტერესო და მთავარი განმასხვავებელი არის ის, რომ განწყობების ჩამოყალიბებაც ხდება როგორც ცნობიერ, ასევე არაცნობიერ დონეზე და განწყობების მუშაობაც ხდება როგორც ცნობიერ, ასევე არაცნობიერ დონეზე. აი ეს არის ძალიან საინტერესო მომენტი, ანუ უფრო ნათლად რომ გაგიმარტოთ, თუ ადამიანი იმყოფება კონკრეტული განწყობის ზეგავლენის ქვეშ, მან შეიძლება აღმოაჩინოს, რომ ის სრულიად გაცნობიერებულად მიჰყვება განწყობისეულად ქცევას, ანუ სრულიად გაცნობიერებულად ახორციელებს ქცევას, რომელიც განწყობებით არის ნაკარნახევი. ანუ არ მინდა რაღაცა ცუდის გაკეთება, მაგრამ მაინც ვაკეთებ და თავს უსვამ კითხვას, რატო ვაკეთებ? მე ვიცი, რომ ეს საფრთხის შემცველია, მაგრამ მაინც ვაკეთებ. მე ვიცი, რომ ეს ვიღაცას ზიანს მიაყენებს და მაინც ვაკეთებ. რატომ ვაკეთებ? ვაკეთებ, იმიტომ რომ მთელი ჩემი აქტივობა ამ შემთხვევაში განსაზღვრულია განწყობებით. განწყობას არის დაქვემდებარებული და ის განსაზღვრავს ჩემს ქცევას. მაგრამ შეიძლება რაღაც მომენტში მე ამას ვერ ვაცნობიერებდე, მაგრამ რაღაც მომენტში ვაცნობიერებდე. აი ზუსტად ეს არის ყველაზე მთავარი, რომ უზნაძემ განწყობის თეორიით გითხრა, რომ ადამიანები ისეთ ქმედებებს, რომელიც ლოგიკაში შეიძლება არ ჯდებოდეს, შეიძლება ამორალური იყოს, შეიძლება ზნეობრივი იყოს, ჩადიან გაცნობიერებულ დონეზეც, იმიტომ რომ ამ ქცევების მიმართულებას, შინაარსს და თავისებურებებს განსაზღვრავს განწყობები. რაც შეეხება არაცნობიერი ფსიქოლოგიას და ფროიდის ფსიქოანალიზს, ის გვეუბნება, რომ ეს ყველაფერი ხდება არაცნობიერად. მიხვდით? აი ეს არის მთავარი სხვაობა. ანუ განწყობის თეორიამ ერთის მხრივ გითხრა ისიც, რომ ადამიანზე ცნობიერი ფხიზელი ცნობიერების ფონზე ზემოქმედების შემთხვევაში შესაძლებელია გარკვეული განწყობების ჩამოყალიბება და შემდეგ ადამიანი ამ განწყობებით განსაზღვრულ ქცევის მიმართულებას მიჰყვება, მაგრამ ამავე დროს გასათვალისწინებელია ისიც, რომ შესაძლებელია სრულიად ცნობიერ დონეზე დაექვემდებაროს ადამიანის ქცევა განწყობას. მიხვდით, აი ეს არის მნიშვნელოვანი და ხაზგასასმელი ორი თეორიის შედარების კონტექსტში. მაინტერესებს ბატონო, ხან ფიქსირებულ განწყობას არაცნობიერად და ცნობიერად მის მოქმედება შევხედეთ, მაქვს ესეთი კითხვა. ვთქვათ, შეიძლება თუ არა მოხდეს, რომ ფიქსირებულმა განწყობამ რაღაც არასწორ ან არასასრულო მომენტში იჩინოს თავი და ჩვენ ანუ ეს ან თავდაცვის მექანიზმად იყოს წარმოქმნილი, ან ვერ გავაცნობიერებთ, რომ განწყობა არის ფიქსირებული არასწორად და არასწორ სიტუაციაში, ან განწყობა არის ფიქსირებული, მაგრამ არასწორ სიტუაციაში იჩენს თავს, იმიტომ რომ ხო შეიძლება რომ ვთქვათ, ის ფიქსირებული განწყობა, რომელიც მოყვება ოდითგანვე, რაღაც არასწორ ან შეუფერებელ სიტუაციაში იყოს პატერნის მომცემი და ნაკარნახები, ან ბიზნეს მომცემი ჩვენ. ხო, მოდი შევთანხმდეთ იმაზე, რომ განწყობა ყოველთვის მუშაობას იწყებს, უკვე ფიქსირებულ განწყობებზე ვსაუბრობ ამ შემთხვევაში. ასეთი განწყობები მუშაობას იწყებენ აუცილებლად იმ სიტუაციაში, რომელ სიტუაციაშიც არიან ისინი ფიქსირებული. შეიძლება ასე ითქვას. თუ აღმოჩნდება ისეთი სიტუაცია, რომ კონკრეტულ გარემოში, კონკრეტულ სიტუაციაში რომელიც შეიძლება ამ განწყობებისთვის არ იყოს შესაბამისი რაღაცა, ესე ვთქვათ, აქტივობის წინაპირობები გაჩნდება, ამას აუცილებლად ახლავს შეგრძნება განწყობის შეუთავსებლობისა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. და ძალიან საინტერესოა სხვა ეფექტიც კიდე, რომელიც განწყობის მუშაობასთან არის დაკავშირებული.
ეს არის ეფექტი, როდესაც აი რაღაცა კონკრეტული ზემოქმედების შედეგად კონკრეტულ სიტუაციაში მთელი შენი ფსიქოფიზიკური რესურსი მობილიზდება. როგორც ემოციურ დონეზე, ასევე ფიზიოლოგიურ დონეზე, ასევე ფსიქიკურ დონეზე. და ამის ძალიან კარგი მაგალითია ჩემთვის მაგალითად განსხვავებული რეაქციები ადამიანისა შექებას, ინდივიდებისა შექებასა და ესე ვთქვათ დასჯაზე არა, შექებასა და ვთქვათ ნეგატიურ შეფასების დროს, ანუ კარგად მინდა ნათლად მინდა ჩამოვაყალიბო აზრი, რას გულისხმობ ამ შემთხვევაში? მაგალითად შემჩნეულია, რომ არის ინდივიდების კატეგორია, რომლებსაც თუ ისინი წარმატებას მიაღწევენ და შევაქებთ მათ мотиваცია ეზრდებათ. მაგრამ ეს ხო სრულიად ლოგიკურია, ხო? აი ადამიანმა წარმატებას მიაღწია, შევაქეთ, რა კარგია, ოჩახ შენ, კარგი შესაძლებლობები გქონია, რაღაცა, ხო, განვითარების რაღაც დონეს მიაღწიე, ეს კარგია. და ისიც ესე ვთქვათ, უფრო მაღალი და გაზრდილი мотиваციით იწყებს ესე ვთქვათ აქტივობების განხორციელებას, რომ კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწიოს, მაგრამ არის ინდივიდების კატეგორია მაგალითად, რომლებიც შექებაზე რეაგირებენ საპირისპიროდ, ანუ პოპულარულ ენაზე ამბობენ, რომ თვალი ეცა თითქოს რა, არანაირ თვალისცემასთან აქ საქმე არ გვაქვს. უბრალოდ ეს ყველაფერი დაკავშირებულია განწყობების მუშაობასთან. ანუ იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანს შექება мотиваციას უორმაგებს, ესე ვთქვათ, მისი განწყობები არის შესაბამისი და ეს განსაზღვრავს мотиваციის გაზრდას შემდგომი მიღწევებისთვის. და იმ შემთხვევაში, როდესაც ვხედავთ საპირისპიროს, ანუ ადამიანს არ ვაქებთ, პირიქით ვეუბნებით, რა გონია, შენ რას მიაღწიე, ვერაფერსაც ვერ მიაღწიე, სულაც არ არის ეს ის, რისთვისაც უნდა მიგეღწია, ეს სულაც არ არის ეს ის, რაც შენ წარმოგიდგენია, არც ისე დიდი წარმატებაა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? პირიქით, აი ამ ინდივიდზე ასეთმა მიმართვამ შეიძლება გაზარდოს мотиваცია. ხო არა ლოგიკურად ჟღერს, არა? კი, ესეც განწყობისეულია. ძალიან არალოგიკურად ჟღერს, ხო? აი ადამიანს ეუბნები შენ არ გამოგდის. ხო, შენ ვერ მიაღწევ მაგ მიზანს, შენ ხო. და ამ დროს ირთვება მასში, ხო, ფიქსირებული განწყობა იწყებს მოქმედებას ასეთი დამოკიდებულების გამოხატვის შემდგომ და ვხედავთ мотиваციის გაზრდას, მაგრამ არის ინდივიდების მეორე კატეგორია, რომლებშიც პირიქით შეიძლება მოხდეს, ხო? აი მიაღწია წარმატებას, შევაქეთ და პირიქით мотиваცია გაუქრა. ან მიაღწია წარმატებას, არ შევაქეთ, პირიქით მის ნაკლზე ამ წარმატების მიღწევის პროცესში მის ხარვეზებზე გაუსვით ხაზი. და ვღებულობთ საპირისპირო შედეგს, იზრდება мотиваცია, ხო? ერთგვარად ეს პროცესი ორივე შემთხვევაში თითქოს და არალოგიკურია და ზუსტად ეს არის, რომ ხშირ შემთხვევაში განწყობები განსაზღვრავს ადამიანის ისეთ ქცევას კონკრეტულ სიტუაციებში, რომ შეიძლება ეს ლოგიკაში საერთოდაც არ ჯდებოდეს, მაგრამ განწყობისეული, ანუ ადამიანი ვერ იმორჩილებს თავის თავს, რომ სხვანაირად მოიქცეს. ის ასეთი რეაქციის გამოხატვისთვის არის განწირული, განწყობისეულად თავიდანვე. აი მაგალითად ახალგაზრდა გოგონების შემთხვევები მინდა ავწერო, როდესაც ნაწილი გოგონების აღნიშნავს იმას, რომ მოსწონს ყურადღებიანი მამაკაცი, რომელიც მასზეა კონცენტრირებული და არის თბილი და მოსიყვარულე და ასე შემდეგ, მაგრამ ნაწილი გოგონებისა მქონია ბევრი შემთხვევა, როდესაც მსგავსი ანონიმური ჩანაწერები წამიკითხავს ანონიმურ ჯგუფებში, სადაც გოგონები ჩიოდნენ იმაზე, რომ ვერ გაურკვევიათ რატომ, მაგრამ აღმოაჩინეს, რომ მოსწონთ უხეში მამაკაცები, რომლებიც ნაკლებ ყურადღებას უთმობენ, უფრო ბრუტალურად ექცევიან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? ეს ყველაფერი არის განწყობისეული. ეს მიუთითებს მათში შესაბამისი განწყობების არსებობაზე, რომელიც მუშავდება კონკრეტულ სიტუაციაში, ხო? აი თუ ქალში არის ჩამოყალიბებული განწყობა, რომ
ყურადღება მამაკაცისა განსაზღვრავს სიმპათიას მის მიმართ, ხო? ასეთ შემთხვევაში ესე ვთქვათ, მისი შესაბამისი ფსიქიკური რესურსი მობილიზდება იმ შემთხვევაში, როდესაც ამჩნევს მამაკაცის მხრიდან ყურადღებას, მაგრამ თუ მასში ჩამოყალიბებულია განწყობა, რომ ყურადღება არ არის გადამწყვეტი, ვინც ყურადღებას არ გაქცევს, ის უფრო მიმზიდველია, ვინც ყურადღებას არ გაქცევს, ის უფრო საინტერესოა, ალბათ უფრო მაღალ საფეხურზე დგას შენთან შედარებით, ალბათ უფრო მაგარი ტიპია, აი ასე დროს ირთვება ასეთი განწყობა და ზუსტად ეს განაპირობებს ის, რომ ვინც ყურადღებას არ უთმობს, მის მიმართ უღვივდება ინტერესი და უჩნდება ტოლვა და მისწრაფება მის მიმართ, ხო? ეს ბევრ სხვა მსგავს ქცევაში შეიძლება გამოიხატოს და ბევრი მაგალითები შეგვიძლია მოვიყვანოთ ამას.